Ქული ავიაცია ქურთებით დასახლებულ უბნებს ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ბომბავს. ნაციონალისტები კი მათ უშუალოდ თურქეთში უსწორდებიან. ქალაქ ჯიზრეში დაპირისპირებისას 50-მდე ადამიანი დაიღუპა. გურამ როგავა და დავით ზაუტაშვილი არიან მოვლენათა ეპიცენტრში. ამ დროისთვის კვლავ კრიტიკული ვითარებაა ქალაქ ჯიზრეში, სადაც ბოლო მონაცემებით 50-მდე ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ცნობებით უმეტესობა ქურთი აჯანყებულები არიან, თუმცა ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულებს შორის 20 სამოქალაქო პირია. რაც შეეხება საკურორტო ზონაში, ალანიაში არსებულ ვითარებას, დღემ შედარებით მშვიდად ჩაიარა განსაკუთრებული ექსცესების გარეშე, თუმცა იყო დაძაბულობა, დაპირისპირება ალანის ცენტრალურ ნაწილში, სადაც თურქმა რადიკალებმა ქურთების მფლობელობაში არსებული დაწესებულებები გადაწვეს. ამ დროისთვის ჟურნალისტებს შესვლა ეკრძალებათ, იქ ჩვენს გამოჩენას ხვდებიან აგრესიით თურქი ნაციონალისტები. ისინი მოგვიწოდებენ, რომ ტერიტორია სასწრაფოდ დავტოვოთ, რადგან გვადანაშაულებენ ხელოვნურად სიტუაციის დაძაბვაში და ამბობენ, რომ ჩვენ ვცდილობთ ტურისტები დავაფრთხოთ. ტურისტების დაფრთხობას რაც შეეხება, ჩვენ პირად საუბრებში სასტუმროს მენეჯმენტი გვიდასტურებს, არაერთი სასტუმროს მენეჯერი შევხვდათ ჩვენ დღის განმავლობაში, თუმცა ღია საუბარს ისინი გაურბიან. ისინი ამბობენ, რომ ტურისტებმა ძალიან ხშირ შემთხვევაში გააუქმეს ჯავშანი, თუმცა მათი თქმით ეს ჯერჯერობით არ არის მასშტაბური და ამ თემაზე ჩვენ ვესაუბრეთ ასევე თურქეთის ტურიზმის განვითარების ასოციაციის პრეზიდენტს, რომელმაც პრობლემის არსებობა დაგვიდასტურა და გითხრა, რომ ამ პრობლემის მოგვარებაზე თურქეთის ხელისუფლება აქტიურად მუშაობს. გულახდილად გეტყვით, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში გახშირდა ჯავშანის გაუქმების შემთხვევები. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ტერორიზმის საფრთხის გააქტიურებას უკავშირებთ. თუმცა მგონია, რომ სიტუაცია მალე დამშვიდდება. თურქეთი უსაფრთხო ქვეყანა და სხვათა შორის აქ დასასვენებლად ბევრი ქართველიც ჩამოდის. ასეთი დემონსტრაციები სხვადასხვა ქვეყნებში ხდება. თურქეთი მულტიკულტურული სახელმწიფოა. აქ 43 ეროვნების ხალხი ცხოვრობს და მსგავსი გაუგებრობები ალბათ მომავალშიც იქნება. მაგრამ ჯერა რომ ხელისუფლება შეძლებს ამ სიტუაციის დასტაბილურებას და ეს ყველაფერი სწრაფად მოგვარდება. ტერორიზმს თურქეთი საკუთარ ტერიტორიაზე არ დაუშვებს. დღეს ქრონიკის მაყურებელმა ახლო ხედით ნახა თუ რა ვითარებაა საკურორტო ზონაში. ალანიაში ცენტრალურ ნაწილში განადგურებულია ქურთების მფლობელობაში არსებული დაწესებულებები. ასევე თურქმა მეამბოხეებმა, თურქმა აქტივისტებმა გადაწვეს ქურთების მომხრეთა პარტიის შენობა. ჯერჯერობით ამ პარტიის წარმომადგენლები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ, ისინი არ გამოჩენილან ამ ტერიტორიაზე და ასევე საკუთარ დაწესებულებებში დაბრუნების უფლება არ აქვთ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ქურთ მეპატრონეებს, რომელთა კუთვნილი დაწესებულებები, როგორც თქვენ კადრშიც ხედავთ, განადგურებულია. This shop sells this owner from the shop. ამ მაღაზიის მფლობელი პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის, ის რაც ახლა ხდება დიდი გაუგებრობაა. მაღაზიაში ძირითადად ტანსაცმელი იყიდებოდა, ამიტომაც აქ ცეცხლი მალე გავრცელდა. ყველა ცდილობდა დახმარებას, მაგრამ უშედეგოდ. მოვლენები უკვე საგანგაშოა, ვფიქრობ ეს პროცესები ტურისტებს დააფრთხობს და ჩვენს ბიზნესს აზარალებს. თუ ასე გაგრძელდა, შემოსავლის გარეშე დავრჩებით, რადგან ალანია ტურისტებით ცხოვრობს. ცუდია, რომ ეს არც თურქ ფანატიკოსებს და არც ქურთ მებრძოლებს არ ესმით. სამწუხაროდ დაპირისპირების დროს რადიკალები უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე პოლიცია და ასე ხდება ხშირად, მათ სათანადოდ არ სჭიან. საკუთარი თვალით ვნახე, რაც აქ ხდებოდა. ჩემი მაღაზიის წინ კლუბი ლას-ვეგასი მდებარეობს, რომელიც თურქებმა გადაწვეს. რადიკალების თქმით, ამ კლუბის მეპატრონე ქურთი მებრძოლების მოკავშირეა, მაგრამ ეს ასე არ არის. ის უბრალოდ ბიზნესმენია და საკუთარ საქმეს აკეთებს. მთელი მისი ბიზნესი ცეცხლში დაიწვა. სამწუხაროა, რომ თურქ რადიკალებს ყველა ქურთი ტერორისტი გონიათ. ეს ასე არ არის. ჩვენ გვინდა სტაბილურობა ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ჩვენ აქ ვცხოვრობთ. ქურთების მხარდამჭერი პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ცდილობს წააქეზოს თურქი რადიკალები და ამით ქვეყანაში გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირისპირება. ამ განცხადების პარალელურად კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ კვლავ გაგრძელდება ავიაიერიშები ქურთების პოზიციებზე. რაც შეეხება საშიშ ზონებში ქართველების შესახებ ინფორმაციას, ჩვენ ჯერჯერობით არ ვფლობთ ცნობებს იმის შესახებ, არიან თუ არა დაშავებულებს შორის ქართველები. საქართველოს საკონსულო თურქეთში მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, რომ გამოიჩინონ სიფრთხილე და მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ზომები. გურამ როგავა საუბრობდა ქრონიკის ეთერში. თურქეთიდან რეკლამაზე გავალთ და რამდენიმე წუთში დავუბრუნდებით პირდაპირ ეთერში, არ გადართეთ. შემოდგომის სეზონის გასართობ გადაცემებს წარმოგიდგენ ჯეოსელი. შეიძინეთ Huawei smartphone და მიიღეთ საჩუქრად მობილური დამტენი ან Bluetooth დინამიკი.
სეზონის სპონსორია რიკო კრედიტი. იპოთეკური სესხები 1.5%, ლომბარდი 1.5%. რიკო კრედიტი. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. აბარა. წყალი მომწყურდა. რაღაც ხმა მომისმა ეზოდან. ტელევიზორი გამურთე. პროსტამოლ უნო. აწეს რიგებს პროსტატის გადიდებით გამოწვეულ შარდვის პრობლემებს. მიიღეთ ხანგრძლივად 1 კაფსულა დღეში. უკითხარ? კი, პროსტამოლ უნოს წყალობთ. პროსტამოლ უნო. აღარ გჭირდება თავის მართლება. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. ლამინატი 12 ლარი და 85 თეთრიდან, კარები 125 ლარიდან. გორგია ყველაზე იაფი ჰიპერმარკეტი. აქცია ჯაბა კრედიტში. ოქროს ლომბარდი 1%, ავტოლომბარდი 2.5% და ზოგეთ თანხა და მიიღეთ მეტი სარგებელი. ჯაბა კრედიტი, თქვენი საიმედო და მომგებიანი არჩევანი. დაგვიკავშირდით 202 24 24. გააკეთე მეტი, ვიდრე გსურს. მრავალრეჟიმიანი ნოუთბუქი Lenovo Yoga 3 Pro. დუშკაბინა 299 ლარიდან, გასაშლელი სამეულები 618 ლარიდან. გორგია ყველაზე იაფი ჰიპერმარკეტი. ჩაერთეთ მაგთისაჩი უფასოდ და პირველ თვეს მიიღეთ სრული პაკეტი მხოლოდ 25 ლარად. ბეტეკის ცებოცემენტი. ახლა უკვე 11 ლარი მთელ საქართველოში. ბეტეკი, გერმანული ტექნოლოგია. ჩვენი შენი ტალანტი კრიტიკულ დღეებშიც. Always Ultra იცავს გაჟონვისგან ორჯერ უკეთ. დახარჯე გონიბრულად. ჩვენი შენი ტალანტი, ჩვენი შენი იწოს წამებში, იცავს საათების განმავლობაში. დაცვა, სისუფთავე, Always-ი. წებოცემენტი 6 ლარი და 70 თეთრიდან, მეტლახი 12 ლარიდან. გორგია ყველაზე იაფი ჰიპერმარკეტი. შეწუხდით თქვენ სავარცხელზე ზედმეტი თმის დანახვით. ეს აღარ განმეორდება ახალ პანდენ პროვის-თან ერთად. თმის სვენისგან დამცავი კოლექცია. პანდენ პროვის ფორმულა ღრმად აღწევს თმის ძირებში და გვეხმარება 97%-მდე თმის სვენის შემცირებაში. შემითმა თავიდან ბოლომდე ძლიერი და შესამჩნევად ჯანსაღია. დაინახეთ და შეიგრძენით განსხვავება პანდენთან ერთად. პანდენი. როგორია იდეალური გათამაშება? რის მაშინ უნდა გაძლო. მარტივი წესები უნდა იყოს. ფული რომ თამაშდებოდეს და თავად წვედე რა ვიყიდო. ავერსის იდეალური გათამაშება დაიწყო. თამაშდება 5-ჯერ 5000, 5-ჯერ 10000, 20000 და 40000 ლარი. ასევე 19000-ზე მეტი მომენტალური პრიზი. დირსიში აქცია გრძელდება. ყველა 3 ოთახიანი ბინის მფლობელი დასაჩუქრდება ავტომობილით. შეიძინე ბინა მარტივი იპოთეკური სესხით. დირსი, მოლოდინზე მეტი. დაგვირეკეთ 274 04 04. ო, რაღაც ახალია. ხო, ეს წვილი ჯერ არ მინახავს. მადი საღმძვრელია ორმაგად. ახალი ტუქ სენდვიჩი, 2 ხრაშუნდნარი კრეკერი და მადი საღმძვრელი შიგთავსი. ახალი ტუქ სენდვიჩი, სავსეა გემოთი. სამზარეულოს სკამები 25 ლარიდან, მაგიდები 191 ლარიდან. გორგია ყველაზე იაფი ჰიპერმარკეტი. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს ბანკი. ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში სესხის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია. საღამოს გასართობი გადაცემების წარმოდგენია მაგთიკომის საერთაშორისო ტარიფი ჩემი მსოფლიო. ეკონტაქტე მსოფლიოს 15 ქვეყანას წუთში 15 თეთრად. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ეს არის ქრონიკა 20 საათზე.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ნიკოლოზ ჩხიტიშვილი NBA-ში დაბრუნდა. 32 წლის სპორტსმენი კარიერას ლოს-ანჯელეს კლიპერსში განაგრძობს. ქართველი ცენტრი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 2002-2006 წლებშიც თამაშობდა. ჩხიტიშვილმა კლიპერსთან 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედ ფინალშია. ხორვატებს მოუგეთ 71-58 და პირველი ეტაპი 2 გამარჯვებით დახურეს ჩვენმა კალათბურთელებმა. ქართველ კალათბურთელებს შემდეგ ეტაპზე გასვლაში ბერძნების მოგებას დაეხმარა. ბერძნებმა 78-65 დაამარცხეს ჰოლანდიელები. მერვედ ფინალი იქნება 13 სექტემბერს. საქართველოს მეტოქე ლიტვის ნაკრებია. ისევ სწრაფი შეტევა. დუდა, ბაზუმში ალიდან ნინოს ქანდაკება გაიხსნა. სკულპტურის ადგილმონაცვლეობის დროს დაზიანებული ნინოს ნაწილი სრულად აღდგენილია. ქანდაკება ძველი ადგილიდან 50 მეტრში ბეშმაკის ბობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა. გახსნის ცერემონიას ძეგლის ავტორი მოქანდაკე თამარ კვესტიაძე დაესწრო. გული მტკივარო საერთოდ მოხდა, მაგრამ სასიამოვნო იყო იმ მხრივ, რომ გავიგე, რომ ამდენი გულშემატკივარი ყავდა ნამუშევარს, რამაც ძალიან გამახარა. რაც შეეხება ადგილს, მე მგონია კარგი ადგილია ერთადერთი, რაც არ ვფიქრობ, რომ მარტო ჩემი აზრია ეს ეშმაკის ბორბალის გვერდით ქანდაკება ცოტათი ვეღარ გაიგებ, ესეც ატრაქციონია თუ არა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ოდესმე ან ეშმაკის ბორბალი გადავა, ან ქანდაკება და მით ვფიქრობ, რომ ლამაზია. ქანდაკება ნამდვილად არ გადავარსებთ, ეშმაკის ბორბალის საკითხი ჩემი კომპეტენციისაგანი არ არის. ეგ ეკუთვნის როგორც მე ვიცი 26 მაისის პარკთან დაკავშირებით. Global Gathering ევროპაში კარგად ნაცნობი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი რუსთავში ტარდება. ამ ღონისძიების შედარების უფლება Bravo Records-მა მოიპოვა. ქართველ DJ-ებთან ერთად დღეს სცენაზე გრემის მფლობელი და MTV-ის არაერთგზის გამარჯვებული Fate Boys Limit არდება. უდიდესი ბრიტანული ფესტივალი Global Gathering-ი შემოვიდა საქართველოში. გაყიდულია უფასო ბილეთების, პირობითი ბილეთების 30,000 ბილეთი, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი. ძალიან ბევრ ხალხს ველოდებით, 30,000 ადამიანზე მეც და ძალიან გახარებულები ვართ. ყურდება სცენა, ორივე სცენა და ყველა ელოდება Fat Boys Slim-ის ჩამოსვლას. ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს ვიღებ მონაწილეობას იმის მიუხედავად, რომ ჩემ ჟანრში არ შევასრულებ სიმღერას და ეს იქნება რაღაც